საბავშვო რუბრიკის ფარგლებში ვაპირებთ საუბარს გარდატეხის ასაკის გამოწვევებზე და ეს გახლავთ პერიოდი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთულია, რომელიც იწყება 9 წლის ასაკიდან და 19-20 წლამდეც კი გრძელდება, თუმცა ყველაზე ესეთ აქტიურ ფაზაში შედის 13-14 წლის ასაკში და სწორედ ეს ასაკი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულ ასაკად, მას მარტის ასაკსაც კი უწოდებენ, რადგან ეს არის პერიოდი, როდესაც თვითდამკვიდრების შეგრძნება მძაფრდება და სწორედ ამ ასაკში ვიგებთ პასუხს კითხვაზე, ვინ ვართ ჩვენ. აი ამ დროს ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების როლი და მათი ჩართულობა, ასე რომ უფრო ცვლად და დეტალურად ამ თემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან ერთად. წარმოგიდგენთ ქალბატონ მარინა გაჭარავას. ქალბატონ მარინა, გთხოვთ შემომიერთდეთ და ძალიან დიდი მადლობა რომ დილიდან ხართ ჩვენთან ერთად. ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი და საჭირო თემა, რომელზეც თქვენი რჩევები რა თქმა უნდა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მოდით დავიწყოთ თავიდან. ვიცით რომ თუ ვართ ინფორმირებული, ვართ შეიარაღებული, მშობლებს რომ უთხრათ, ვინც ახლა გვიყურებენ, რომელთა შვილებიც თქვათ გარდატეხის ასაკში არიან, ან აი ახლა უნდა მოემზადონ ამისთვის. როგორი ტიპის ასაკია ეს? რა ხდება ამ დროს ახალგაზრდების ფსიქიკაში? მადლობა მოწვევისთვის. სხვათა შორის ამბობენ, რომ ყველაზე რთული პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში არის გარდატეხის ასაკი. სწორედ ასეთი რთული პერიოდი მას აღარ ექნება არასოდეს, თუმცა კრიზისი ბევრია. ცხოვრება არის კრიზისი, მასთან გამკლავება, სტრატეგიების შემუშავება, უფრო გაზრდა, გაძლიერება, ამ პირიქით კრიზისში გაჩხერვა. და გარდატეხის ასაკი არის რევოლუციური პერიოდი, როგორც ფიზიოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, ვთქვით, სხეულის ფორმები იცვლება, ამ დროს გათმიანება, ახალი სუნი აქვს ადამიანს, სხვათა შორის ამ დროს ეს კიდურები გრძელდება, რაღაც ნაკვთები უხეშდება და გონია თავისთავი უშნო, როგორიც არ უნდა იყოს ლამაზი ობიექტურად, თავისთავი ძალიან ულამაზო გონია. ამ დროს ხშირია გამონაყარი, აკნე და ეს გამონაყარი, კანი არის ყველაზე ფსიქოსომატური ორგანო, რომელიც გვიყვება გაჭირვებას ადამიანის და კანზე გამონაყარი არის ხოლმე კონტაქტის ჩაშლა. გულის ტკენა, ან დანაკარგი მეგობრის იქნება ეს თუ ვთქვათ საყვარელი ადამიანის, ან კიდევ ვერ მოხერხება კომუნიკაციის და პირველ დარტყმას იღებს სწორედ კანი, როგორც საზღვარი ჩვენი კონტაქტის. ასევე არის ურთიერთობების ცვლილებები ურთიერთობებში. პირველ რიგში მშობელი ხშირად ვერ ახერხებს, რომ დარჩეს ავტორიტეტი. და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მშობელი იყოს ავტორიტეტი და როგორ უნდა იყოს ავტორიტეტი. ალბათ თავარია ჩემი აზრით მეგობრობა მოზარდთან, მის გაზიარება, მისი დაინტერესება, იმ ვიდეო თამაშებით, იმ ვთქვათ მუსიკით, იმ ლიტერატურით, იმ ხელოვნებით, რაც აინტერესებს ამ ასაკს, ის მოდა რაც აქვთ, როგორც აცვიათ. არა კრიტიკა და ეს რა არის და მე შენ ხელა რო ვიყავი, ესეთი ვიყავი და ესეთი ვიყავი. არა, არამედ მოსმენა, რა საინტერესოა, თქვათ ეს მოგწონს და რა არის მიზეზი ამის, რომ ეს მოგწონს, ან თქვათ რითი მოგწონს, რომ მოახერხოს მან საკუთარის გამოხატვა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ უხარიათ, მე მოზარდებთან მუშაობ, როგორ უხარიათ, როდესაც ელაპარაკები, თუნდაც აი ამ, არ ვიცი, მულტფილმი, ანიმაცია, მულტფილმი წყინთ, რომ ვამბობ, ანიმეებზე, ვთქვათ, ანიმაციაზე, იგივე მანგებზე, რასაც ხშირად კითხულობენ, იგივე რაღაცა გატაცება არის გარკვეულ ნაწილში კორეული და იაპონური კულტურით. და ეს არის ის, რაც მათ აინტერესებთ, არ შეიძლება, რომ ამის გაუფასურება მოახდინო, ამით ახდენ მის გაუფასურებასაც, მისი, ვთქვათ, და შეურაცხმყოფელია. მე გონია, რომ ისი არ ესმით, გონია, რომ მარტო დარჩა. ამ დროს შეიძლება იყოს კონფლიქტები მეგობრებთან. იმიტომ სხვათა შორის ეს არის პერიოდი ეგო იდენტიფიკაციის, როდესაც ხდება მიკუთვნებულობის ჩამოყალიბება, რომელ ჯგუფს მივეკუთვნები მე ამ სოციუმში, რა ტიპები მიღებენ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ჩემს მეგობრებად განიხილებიან და ხშირად ხდება ხოლმე ეს რაღაცა ვიბრაცია, გადალაგება, იქ ვთქვათ, რაღაცის გარიყვა, ბულინგი მათ შორის ჩაგვრაც და
აი ამ რთულ ვითარებაში ძალიან ჭირდებათ დახმარება და დახმარება მოსმენით, გაზიარებით, მეგობრობით და არა ჩხუბით ან თქვათ შეურაცხყოფით. იმიტომ რომ ეს არც ერთ ასაკში არ შეიძლება, არც ბავშვობაში რა თქმა უნდა, მაგრამ ბავშვობაში მშობელს რომ ემორჩილება შვილი ბჭყალებში ეს მას მოწონს და ხშირ შემთხვევაში და თქვათ ბავშვს პრობლემა არ ქონია იძახის მშობელი და აი გახდა 12, თქვათ 13 წლის და მერე რადიკალურად შეიცვალა. დიახ, რადიკალურად იცვლებიან ამ დროს ადამიანები და თუ ესეც ბუნებრივია, თუ არ გაიარა გარდატეხის ასაკი, მან გადავადება იცის. რას ნიშნავს გადავადება? შეიძლება 30 წლის ასაკში ან უფრო ისეთ ასაკში ქონდეს გარდატეხი. რა თქმა უნდა, გადავადებული გარდატეხის ასაკი. არ გინახავთ ასაკოვანი ან შუახნის ადამიანი, რომელიც მოზარდივით იქცევა. მთელი რიგი ქცევებია და მთელი რიგი თქვათ არჩევანია ისეთი ადამიანის მხრიდან, რომელიც მას ტოვებს ამ ასაკში. იგივე თქვათ ნარკომოხმარება იქნება თუ სხვა მსგავსი რამ, რომელიც არის ინფანტილურობასთან კავშირში და ინფანტილიზმი არის პირდაპირ ჩარჩენა ბავშვობაში და მოზარდობაში და იგივე თამაშზე დამოკიდებულება იქნება თუ რა და თუ დავაკვირდებით ეს ადამიანები შემდგომში თითქოს იმ ასაკში რჩებიან რა ასაკშიც თქვათ ამ გადაწყვეტილებას იღებენ პირობითაც პირდაპირ მნიშვნელობით თუ გადატანითი და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია გაცნობიერება მნიშვნელოვანია ადამიანს კონდეს იმედი რომ ვიღაცა მას მოусმენს, ვიღაცას ესმის მისი, რომ არ აკრიტიკებენ, არ შეურაცხყოფენ, იღებენ ისეც როგორიც არის უპირობო პოზიტიური მიღება, რაც არის. აი ამ ნაწილს გამოვიხმაურები ქალბატონ მარინა. მშობლები ხშირად ჩივიან, რომ ეს კომუნიკაცია ირღვევა ამ პერიოდში, უფრო ხდებიან აგრესიულები და თვით გამოხატვის საშუალებები არის განსხვავებული. მაგალითად, თქვათ, უნდათ თვები შეიღებონ, მწვანედ, ლურჯად, უნდათ ცალ-ცალკე ფეხსაცმელი ჩაიცვან. აი ასეთ ქცევებს მშობელს როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს? უნდა მისცეს ყველაფრის უფლება, რაც მოუნდება, თუ რაღაცნაირად და მიახვედროს, თქვათ, რა არის ლოგიკის ფარგლებში და რა არა? ეს სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მადლობა ლანა და ესეთი ერთი პასუხი ამაზე არ არის. მოზარდი არის არსება, რომელსაც თუ დიდ თავისუფლებას მისცემ, არ გპატიობს და თუ შეუზღუდავ თავისუფლებას, არც ამას არ გპატიობს. იმიტომ რომ ის ზედმეტი თავისუფლება როგორ გამოიყენოს არ იცის და მე გაბრალებს შენ, რომ აი შენ რომ მაშინ სადიყავი დედა შენ მაშინ მე რომ ამას ვაკეთებდი და ეს მჭირდა რატომ არ დამიშალე და ამას კითხავს რომ ცოტა ხანში რომ გაიზრდება და თუ ძალიან შეზღუდავ კიდე ეს მასში გამოიწვევს შეიძლება ძალიან რადიკალურ ქცევასაც მათ შორის აუტოაგრესიულ საკუთარი თავის დაზიანების და ასე შემდეგ. აი აქ ძალიან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო და თუ კი აუხსნი ადამიანს შეიძლება გაიგოს, შეიძლება ვერ გაიგოს. ესეც ახლა მე საერთოდ ყველას ალბათ თავისი გამოცდილება აქვს და ჩვენი შვილები გვზდიან და გვასწავლიან და ჩვენი შვილები არიან ჩვენი პირველი მასწავლებლები, იმიტომ რომ დედობა არავინ არ იცის თავიდან პირველად ხარ დედა, ანუ მეორედ, მესამედ და ბევრი რამე გვეშლება და ცდისა და შეცდომის მივდივართ. მახსოვს აი ჩემი პატარა შვილი, რომელიც ერთხელ მოვიდა და რაღაც ახალი ჯინსი ჰქონდა და დაჭრა დაიწყო ეს მუხლზე გადაჭრა. მე მას ავყევი და მე ვთხარი მოდი მეთქი კიდე აქაც გავჭრათ თქობა, აქაც და იმდენი ისე დავჭერით, რომ ეს შარვალი გავაფუჭეთ მთლიანად. თუმცა პროცესი მოეწონა, ხო? პროცესი ძალიან მოეწონა, ძალიან გაუკვირდა, რომ მე არათუ წინააღმდეგობა გაუწია, არამედ მთლიანად დავჭერით და ერთი დღე ეცვა და მე აღარ ჩაუცვამს ეს, იმიტომ რომ ეთყობა მისთვის არ იყო ესთეტიური. დარწმუნებული ვარ, რომ გეთქვათ, რომ ეს არ უნდა გააკეთოს, პირიქით უფრო ხშირად შეიძლება დაგემორჩილოს, ახლა ზოგი ბავშვი შეიძლება არ ჩაიცვას, მაგრამ აი მე აქვს სულ მოთხოვნილება და ისეთ ასაკში აკეთებს ამას უკვე, როდესაც შეიძლება არ იყოს რელევანტური. ახლა მე არა ვარ ექსპერტი იმის, რომ ვინ რა ასაკში როგორ უნდა მოიქცეოდეს ადამიანი, მას აქვს ამის უფლება თვითონ გადაწყვიტოს, მაგრამ არსებობს ხო მოზარდი
ის ქცევა, რომელიც არის თქვა და ეპატაჟური, რაღაცა აგრესიული ცოტათი თვითდამკვიდრება უნდა და შეიძლება ესეთი იყოს 40 წლის ასაკშიც ადამიანი და რაღაც მუდმივ გახანგრძლივებულ მოზარდობაში, მაგრამ საერთოდ როდესაც დაიკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას ალბათ მე უკვე თვითონაც ხვდება რომ ეს არ არის ესთეტიური და იგივე იცით აი როდესაც რაღაც მუსიკას უსმენს მე ხა 60 გადაცილებული ვარ და მე ვთვლი რომ ძალიან კარგ მუსიკაზე გავიზარდე კლასიკა თავისთავად და იგივე ეს როკი რაც იყო თუ ძალიან ბევრ კონცერტზე ვარ ნამყოფი თქვი არ ვიცი ვინც კი არსებობს თითქმის ყველას და ხშირად არ მესმის ამ მუსიკის რასაც ესენი უსმენენ და ეს არ ნიშნავს რომ ეს მუსიკა ან არ ვარგა ან ცუდია ან თქვათ ან უნდა უთხრა რომ ეს უგემოვნოა პირიქით უსმენ მასთან ერთად რამდენჯერ მოგვისმენია მე მოზარდებთან რომ მუშაობ აბა მომასმენინეთ და თქვა და მე მithქვამს რომ აი თქვა მე ამას უსმენდი და ეს მომწონდა აბა მოусმინე და არც გაუგია ზოგჯერ ის რაღაც ნუ დაწყე 70-იანების 80-იანების 90-იანების მუსიკა და რა ვიცი ალბათ უნდა რაღაც კლასიკა შევაყვაროთ და ალბათ უნდა მოვაწონოთ ის რაც ესთეტიურია ერთი ჩემი კოლეგაა ფსიქოლოგი რომელიც ისეთი ძალიან საპატივსაც მომდამიან და ესეთი რამე თქვა მეო ბავშვებსო ვაძალებო რომ სილამაზე შეუყვარდეთ და მოეწონოთო და ეს დაძალება კი დაძალებაა მაგრამ რაღაცა სტანდარტი რო იქმნება ანუ როდესაც იცი რა არის სილამაზე როდესაც შენ კლასიკური მხატვრობას იცნობ როდესაც კლასიკურ ლიტერატურას იცნობ კლასიკურ მუსიკას მე შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით წავიდეს ადამიანი მაგრამ მას აქვს ბაზა და ეს ბაზა თუ არ აქვს რა თქმა უნდა შეიძლება იყოს რაღაცა ეპატაჟური მისი ხელოვნება და აქედან გამომდინარე რა ვიცი მაინც ფუნდამენტში უნდა იყოს წესები უნდა იყოს რაღაცა წესიერება აუცილებლად ანუ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ მაგალითი მივცეთ იგივე მორალური ქცევის იგივე ნებისმიერი ქცევა სიგარეტის მოწევიდან დაწყებული ცუდი სიტყვით დამთავრებული რომელიც ჯერ პირველ რიგში სახლში ხედავს და ესმის ბავშვს და მე გიკვირს რომ რატო აკეთებს ამას და ამას აკეთებს აი როგორც copy paste-ით იღებს და ჩვენ რა თქმა უნდა მეზობლებს ვაბრალებთ ან უბანს ან ვინმე სხვას გარეთ გვაქვს ვექტორი მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი ჩვენში ხდება ჩვენთან ხდება და ესენი არ გვპატიობენ ტყუილს მოზარდები მათ შეიძლება გარეთ გახვიდე გაპრანჭული და იყოს დილობიანი და სახლში რაღაც ყველა ის გადაცდომა რაც აქ ადამიანს ისინი ღრუბელივით ისრუტავენ ამას და მე დისონანსი აქვს მათ რაღაც შენთან მიმართებაში იმიტომ რომ შენ თან ესეთი ხარ და თან კიდევ ის მე იცით შეიძლება მოგიტრიალდეს და გითხრას რომ შენ თვითონ რას აკეთებ ან შენ თვითონ რა გაგიკეთებია იგივე მაგალითად დედაჩემს უყვარს ხოლმე ჩემი გახსენება და ძალიან ჯიუტი ვიყავი და ძალიან მოწონდა ჩემს შვილებს იმიტომ რომ მე შეეძლოთ მოეტრიალებინათ ჩემთვის თუმცა მე ძალიან ვცდილობ რომ საყვედური ისეთი იყოს არა ჩხუბით რა თქმა უნდა მაგრამ ნუ ადამიანურად ყველაფერი შესაძლებელია და აი ისინი ცდილობენ რომ დაგიჭირონ შეცდომაზე დაგიჭირონ რაღაცა გადაცდომაზე და თითქოს ჩასაფრებულები არიან და მათთვის ავტორიტეტი ჩვენ უნდა გავიაზროთ არის მათივე თანატოლი ან ორი რამ ცოტა უფროსი ის მოდა როგორც აცვიათ როგორც მეტყველებენ რასაც უყურებენ რა ეხლა რო არის მაგალითად გაუგებარი 6-7 ალბათ იცი ბავშვები რომელიც გაუთავებად იძახიან და რო ვეკითხებ რას ნიშნავს ეს არავინ არ იცის მაგრამ ყველა ამაზე იცინის და ეს რაღაცა არის მსგავსი რაღაცები რომელიც ამასაკისთვის დამახასიათებელია და არა მარტო ამასაკისთვის რაღაცებს ჩვენც ვაკეთებს ისეც რომელიც შეიძლება გაუაზრებლად რაღაცა მოდაშია და ის მივიწებეთ და გავაკეთეთ და მეტად უნდა ვიყოთ ლმობიერები შემწყნარებლები ალბათ მომსმენები გამგები რაღაც ჩამხუტებელი იმიტომ რომ ძალიან ჭირდება ადამიანს აღიარება ძალიან ჭირდება ადამიანს იმის განცდა რომ მას ხედავენ მისი ესმით განაყურში ესმით თანაგანცდით და ძალიან ჭირდება ადამიანს რომ ის არსებობს ვალიდაცია და
ერთ-ერთი დასჯის მეთოდი არის იგნორი და ძალიან მინდა ამაზე ვისაუბრო, აი რომ გაებუტებიან და არ ელაპარაკებიან ერთმანეთს. ეს თურმე, მოდი ესე ვთქვათ, ისეთი სტრესია მოზარდისთვის, რომ წარმოიდგინეთ ლანა თქვენ, რომ თითქოს გაქრით. არ ვარსებობ. არ არსებობ. აი მიდიან, მოდიან, არავინ გელაპარაკება, არც გესალმება, ეკითხები არ გპასუხობენ. თან ადამიანები, რომლებზეც და ცხარ დამოკიდებული ყველანაირად, რომლების იქით გზა არ გაქვს, რომლებიც თან გიყვარს, თან გაბრაზებს, აი დედა, მამა, ესეთი ადამიანები და ეს ძალიან დიდი შეცდომაა, იცით. ანუ იგნორს არ უნდა მიმართოთ აღარ. იგნორი არის ძალიან, აი ბულინგის ერთ-ერთი სახე ყველა არ არის, ჩაგვრის სახე, ანუ შენ ჩემთვის აღარ არსებობ. და იცით რამდენს უთქვამს მოზარდს, მირჩევნია მიყვიროს, მომჩეჩოს, რაღაცა მეჩხუბოს, მაგრამ ეს რა არისო? რატო არ მელაპარაკება? შეგიძლიათ უთხრათ, რომ დამელაპარაკოს და აი, ახლა მშობლებიც ხო ძალიან ახალგაზრდები არიან, მოზარდის მშობელი ძალიან ახალგაზრდაა თვითონ და თვითონაც გუშინ იყო მოზარდი, შეიძლება ითქვას და რაღაცა შეიძლება რაც გამოცდილი აქ ან როგორც მას ექცეოდენ, ისე იქცევა, მაგრამ რაღაცები უნდა შევცვალოთ. იმიტომ რომ ჩვენ მშობლებს მშობელზე საპატივსაცემო არავინ არ არის ამ სამყაროში, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მას უყვარხარ, მაგრამ ჩვენ როგორც მშობლებს ბევრი რამე გვეშლება, ამის აღიარებაც უნდა შეგვეძლოს. ერთი ვასწავლოთ მათ ბოდიშის მოხდა, მადლიერება, იმიტომ რომ მადლიერება მათ დამი და ისინიც მადლიერები იქნებიან მერე ჩვენ და. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემებით სწორედ ამას ემსახურება, რომ აი თქვენაირი ადამიანების რეკომენდაციები გავითვალისწინოთ მშობლებმა და შევდგეთ როგორც მშობლები. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობდით გადატეხის ასაკის გამოწვევებზე. ჩვენი სტუმარი კი იყო ქალბატონი მარინა კაჭარავა. გემშვიდობებით და ყველას ბედნიერ და წარმატებულ მშობლობას გისურვებთ. დიდი მადლობა ლანა. მადლობა. ყოველთვის დიდი პატივია ქალბატონი მარინას მოსმენა ჩვენთვის მშობლებისთვის.